ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დროისთვის სტაბილურია, მაგ ტვინის შერყევა. ექიმებმა გამომიწერეს მწოლითი რეჟიმი და სახში წევა ჯერჯერობით. რა და როგორ მოხდა სანდრო, თუ გაქვთ ამის თავი რომ მომიყვეთ, იმიტომ რომ ვიცი რომ გონების დაკარგვასაც ჰქონდა ადგილი თქვენ შემთხვევაში, რას აკეთებდით, სათხდებოდა ეს ყველაფერი და რა მოხდა რომ მოგვიყვეთ ეს დეტალურად? ეს ყველაფერი მოხდა სითიმულთან. მე და ჩემი უნივერსიტეტის ბავშვები, კერძოდ სეუს ბავშვები, წავედით აქციაზე. მოგეხსენებათ, თავიდან ეს სპეცრაზმელები ჩვეულებრივ იდგნენ, არაფერს არავის არ გვეუბნეოდნენ, მაგრამ უცაბედად სპეცრაზმელებმა დაიწყეს დაკავება, ხალხის დარბევა და ერთ-ერთ ასეთ კერაში მოხვდნენ ჩემი მეგობრები. მე ვცადე მათკენ წასვლა და უეცრად მომარდნენ სპეცრაზმელები და მითხრეს საით მივდიოდი. უთხრე რომ ჩემს მეგობრებთან მივიდოდი, გადმოვიყვანდი ამ ბავშვებს და ისევ დაუბრუნდებოდი ტროტუარს. შემდეგ ორი რობოკოპი მომვარდა, ორივემ ერთდროულად ხელი მკრა, ვცდილობდი რომ არ წავქცეულიყავი, მაგრამ მაინც დავეცი და თავი დავარტყი ტროტუარის კუთხეს. ამის შემდეგ გონების ნაწილი დავკარგე, მაგრამ ახსოვს მაინც რომ სპეცრაზმელები ჩემი მიმართულებით იქნევდნენ ფეხებს, ზედაც დგებოდნენ. სახეში გირტყავდნენ სანდრო ფეხებს? დიახ, თავშიც მოხდა რამოდენიმეჯერ. ამის შემდეგ აქციაზე მდგომა ხალხმა და ჩემმა მეგობრებმა მოახდინეს ამაზე რეაგირება. რაღაცნაირად გაიყვანეს ეს სპეცრაზმელები. მახსოვს კიდე ის, რომ აქციაზე მდგომი ექიმები მეხმარებოდნენ, ამის მაქსიმალურად იმ მომენტში რაც შეეძლოთ მეხმარებოდნენ იმითი. ამის შემდეგ მეგონება მთლიანად დავკარგე, რომ გავიგვიძე უკვე საავადმყოფოს მანქანაში ვიყავი. იქაც ექიმებმა რაც შეეძლოთ პირველადი დახმარება გამიწიეს და გადამიყვანეს ბიომედში. იქ გადამიღეს თავის ეხლა სად იმყოფებით სანდრო, დააქტოვეს ბიომედში თუ უკვე სახლში ბრძანდებით? ეხლა ჩემი ნებით ექიმებმა მითხრეს რომ გამეტარებინა 2 დღე საავადმყოფოში, მაგრამ ჩემი ნებით წამოვედი სახლში და აქ ვაგრძელებ წოლით რეჟიმს. კი ბატონო, სანდრო, რა არის თქვენი დიაგნოზი? რა დიაგნოზი დაგისვეს საბოლოოდ? ტვინის შერყევა. ტვინის შერყევა. ხილული დაზიანებები თუ გაქვთ? აი თქვენ ამბობდით, რომ სახეზე ფეხსაცმლით შეგდგნენ და ვიცი რომ თავი დაარტყით, აი რასაც ყვებით ახლა სიკვდილს ხართ გადარჩენილი ბეწვზე, შეიძლება ითქვას, აი ტანზე ან სადმე კიდევ თუ გაქვთ ხილული დაზიანებები? ხილული დაზიანება სახეზე არ მაქვს, იმიტომ რომ ძირითადად თმა სადაც გვაქვს იქ მირტყავდნენ, მაგრამ მუხლზე მაქვს პატარა ჩალურჯებებია. კი ბატონო. სანდრო, აი ამ ყველაფრის მიზანი მეც ვიყავი გუშინ ცხადია აქციაზე და მეც ჩემი თვალით ვნახე ბევრი რამ. აი ამ ყველაფრის მიზანი, როგორც იქცეოდა პოლიცია, რა არის თქვენი აზრით? ჩემი აზრით ამ ყველაფრის მიზანი არის ხალხის დაშინება. ვიღაცას რომ დაანახონ აი ხალხს ცემენ აქციაზე და არ გავიდნენ, მაგრამ მაგითი მე მგონი რომ ყველა მივეჩვიეთ, უკვე არ არის არც ჩემთვის პირველი არც დარბევა და ესცემა. პირიქით ყველა ცემის შემდეგ უფრო ხნედ გავდივარ აქციაზე და უფრო ასე ვთქვათ გაბრაზებული და უფრო მეტად მინდა რომ წავიდნენ ეს არ ვიცი მონევი თუ რა დაუძახო. დაშინება რა, ძირითადად დაშინება არის ეს ყველაფერი. თქვენ შემთხვევაში თქვენ სულდად იხართ აქციებზე, როგორც მე ვიცით, ეს პირველი თავდასხმა იყო ამ ეგრეთ წოდებული პოლიციელების მხრიდან თუ ადრეც მოყოლილ ხართ მსგავს ინციდენტში? არა, პირველი თავდასხმა არ ყოფილა, ის 4 თუ 5 ღამე რო იყო თავიდან, 2 ღამე იქაც რობოკოპებს დავაღწიეთ თავი, მაგრამ იქაც ცემეს და რუსული კანონის აქციაზეც
ვარ ასეთ მომენტში მოხვედრილი. და მიუხედავად ამ ყველაფრისა, მაინც დადიხართ აქციებზე. ეხლა კანონების გამკაცრებას აპირებენ, დაგვიანონსა დღეს ოცნების ერთ-ერთმა წევრმა და აპირებენ კანონების გამკაცრებას, ანუ სასჯელის გამკაცრებას უფრო სწორედ. ცხადია ამის მიზანიც არის მოქალაქეების დაშინება. აი თქვენ რას იტყოდით? მიზანი რა არის თქვენი აზრით და თქვენ რას იტყოდით? აი შეგაჩერებთ ეს პროტესტის გამოხატვის თვალსაზრისით? დიახ, როგორც თქვი, ჩემი აზრით მიზანი არის ის, რომ ხალხი შეაშინონ, მაგრამ მე მგონი ამ რაღაც ტყუილების აღარავის აღარ ეშინია, ვინც აქციაზე დავდიოდის და დავდივართ ის ისევ ჩვეულებრივ რიტმით გავაგრძელებთ აქციაზე სიარულს. მე მაგალითად როგორც გამოჯანმრთელდები და ჩემი ჯანმრთელობა როგორც ვარ სტაბილური იქნება, არც ერთი დღე აღარ ვფიქრობ, რომ სახლში დავრჩე, ეგ კი არა შიდა ტერიტორიაზე კი არა, სადაც გინდა იქ აკრძალონ ეს პროტესტი, რომ ითხრენ სახლიდან გაიწუნა გახვიდე და უნდა დაგაკავონ, მაინც არ ვფიქრობ მე არც 1% რომ სახლში დავრჩე. რაც შეეხება ჩემი უნივერსიტეტის ბავშვები უკვე თვალწვდები მე-10 ღამეა გარეთ ვართ, ჩვენ ვერაფერს ვეღარ დაგვიშავებენ, ალბათ ჩვენზეც ალკი ახალ კანონს მოიფიქრებენ. Ну, მე არ ვფიქრობ, რომ სახლში დავრჩები. როგორც გამოჯანმრთელდები, ეგრევე ვაპირებ, რომ ისევ ჩვეულებრივ აქციაზე წავიდე და დავდგე იქ. სანდრო, სადაც იმართლია იქ. კი ბატონო.